ქართული ოცნების ხელისუფლება რეპრესიებს აგრძელებს და საჯარო მოხელეებს თავისუფალი აზრის გამოხატვისთვის ჯის. კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს თბილისის მერიიდან ანა კომლაძის გასათავისუფლებლად კი უპრეცედენტო ფორმით შეამცირეს შტატები კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილებაში. ამ რეპრესიული გადაწყვეტილების შემდეგ ანა კომლაძეც შეუერთდა მერიიდან და სხვა საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ ასობით მოხელეს. პრობლემებმა ღიად გამოხატეს პოზიცია ქვეყნის დასავლური კურსის მხარდასაჭერად და ამისთვის საჯარო პეტიციასაც შეუერთდნენ. თუმცა ბახუტაშვილი მუშაობს თემაზე, ის გვერდება პირდაპირ ეთერში. დიახ, სოფო საკადრო წმენდა საჯარო სტრუქტურებიდან კვლავ გრძელდება. ამჯერად დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს 10 წლიანი გამოცდილების მქონე ანა კომლაძე, რომელიც თბილისის მერიაში კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა. მისთვის ამ დრომდე გათავისუფლების მიზეზი არ განუმარტავთ, მეტიც მისთვის არ ჩაუბარებიათ არც პატაკი და არც რაიმე ფორმის განცხადება, სადაც ახსნა განმარტება იქნებოდა თუ რატომ გაუშვეს სამსახურიდან. ეს ყველაფერი შეიტყო მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულოში 28 თებერვალს ხდომა გაიმართა, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო თბილისის მერიის შტატების შემცირება. სწორედ ამის შემდგომ გაირკვა, რომ მისი შტატი შეამცირეს. განყოფილება, რომელიც 4 ადამიანისგან შედგებოდა, ახლა 2 ადამიანისგან შედგება, 2 უფროსი სპეციალისტი, რომლებიც ღიად გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას განყოფილებიდან გაურკვეველი მიზეზების გამო გაუშვეს. ანა კომლაძე ამბობს, რომ ეს არის სამაგალითო დასჯა თბილისის მერისგან და ამბობს, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება მის აქტიურ სამოქალაქო პოზიციას. სხვა რაიმე მიზეზი შეუძლებელია არსებობდეს და იმის გამო, რომ ის საკმაოდ ხმამაღლა აფიქსირებდა ყოველთვის თავის აზრს, მათ შორის მას შემდეგ, რაც უწყვეტი აქციები დაიწყო, იღებდა მონაწილეობას ამ აქციებში და აკრიტიკებდა ქართული ოცნების რუსულ პოლიტიკას. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. აქტიური სამოქალაქო პოზიცია მაქვს და პირდაპირ ვუკავშირებ დასჯას ჩემი პოზიციის გამო. ეს იყო სამაგალითო დასჯა. ჩემი განყოფილება კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილება, რომელიც 4 ადამიანისგან შედგებოდა, 1 განყოფილების უფროსი, 2 მთავარი სპეციალისტი, 1 უმცროსი სპეციალისტი. აქედან 2 უფროსი სპეციალისტის შტატი შეამცირეს. 2 იმ ადამიანისა, რომლებიც ღიად გამოვხატავდით ჩვენ პოზიციას და ასევე ვიყავით ხელმომწერი იმ განცხადებაზე, რომელიც გავრცელდა მერიის თანამშრომლების მიერ კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილებაში 2 უფროსი სპეციალისტის კადრის შემცირება არის პირდაპირ დასჯა და პოლიტიკური დევნა. სხვა მიზეზი, სხვა საფუძველი, სხვა მიზანი ამ გადაწყვეტილებას არ აქვს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა არათუ მერიის ისტორიაში, საქართველოს ინსტიტუციონალიზმის ისტორიაში, ნებისმიერ უწყებაში რომ მოიკითხოთ, 2 კაციანი განყოფილების პოვნა გაგიჭირდებათ. 1 უფროსი რო ყავს 1 ადამიანს. ესეთი პრეცედენტი მერიაში არ ყოფილა. ანა კომლაძე ერთ-ერთია იმ ასობით საჯარო მოხელეს შორის, რომელიც უწყვეტი აქციების დაწყების შემდგომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც წესი, ოფიციალური მიზეზი შტატის შემცირება არის, მათ რაიმე კონკრეტულ განმარტებებს იმის შესახებ, თუ რატომ ათავისუფლებენ სამსახურიდან არ აძლევენ. ანა კომლაძეც ერთ-ერთია ასეთი. მან თქვა, რომ მოითხოვა შეხვედრა უშუალოდ კახა კალაძესთან, თბილისის მერთან, რათა გაიგოს მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, თუმცა ამის შესახებ მას პასუხი შესაბამისი სამსახურებისგან ამ დრომდე არ მიუღია.